ой-ой-ой, აი უკვე ვხედავ აი ამ ჩელენჯებს შიწელნიკისაგან. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენთან მერსაბა და არხ გაბედიშრასან სამი და დღეს მეგობრებო, მოგეთ თვითონ ფერმერმა შიწელნიკმა დამპატიჟა ამ უდაბნოს სოფელში. რისთვის მეგობრებო, ინტო მე გამიმზადა აქ რაღაც ჩელენჯები და როგორც ხვდები, აი იქ არის ჩემი პრიზი, ასე ვთქვათ, აი ამ ჩელენჯების გასავლელად. მეგობრებო, ის ძალიან საინტერესო უდაბნოს სოფელია. იცით რა შეხედეთ, ეს ხო არის ერთი სოფელი. ასე და შეხედეთ მეგობრებო, ეს არის მეორე სოფელი. შეხედეთ რა, ეს არის მეზობელი სოფლები, აი ესე ვთქვათ, შეხედეთ ერთი მეორე მოგეთ ჟეწენიკე მელოდება აი ამ სახლში მეგობრებო. მაგრამ როგორც ხვდები, ჩელენჯები იქნება ძალიან სერიოზული. მოვით ახლა არ გავწევოთ ასე ვთქვათ ასე ეს მომენტი. უკვე მელოდება ეს ფერმერი ჟეწენიკი. არ ვიცი, 1-7 საათი დამჭირდა ამ სოფლამდე რომ მოვსულიყავი და ой-ой-ой, ჟეწენიკო, გამარჯობა, რამდენი ხანია უკვე არ იყავი ჩვენ სოფელში? Sama გამარჯობა. ხომ უკვე ერთი კვირაა რაც მოკეთ მე გავაკეთე აქა პატარა ჩელენჯები შეთვის. ნუ უკვე ყველაფერი ტელეფონით აგიხსენი. მოკეთ რა უნდა გააკეთო. პირველი ჩელენჯი არის პარკური. ნუ პარკურში მე ვიცი როგორიც ხარ შენ და იმედია რომ შენ ასე თქვა დააფეილებ. მეორე ჩელენჯი არის კითხვებზე პასუხი და ბოლოს შეუდა გაიარო ძალიან ძნელი ასე ვთქვათ პატარა მინი პარკური, პატარა ხიდი, რომელიც არის ცოტა დამტრეული. ნუ ასე ვთქვათ იხმალი. ფერმერ ჟეწენიკო, ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება. ტაქს, ნუ კაი, მაშინ ფერმერ ჟეწენიკო, მე უკვე მზად ვარ რომ გავიარო ეს შენი ჩელენჯები და ავიღო მთავარი პრიზი. დამელოდი აქა თუ რამე მოვალ. ტაქს, ნუ პრინციპში მეგობრებო, ნუ რა ვთქვა, ნუ კარგი სახლია პრინციპში, აქ საწვეიც კარგია, მაგრამ რაც თავარია მეგობრებო, აი ეს ჩელენჯები. ტაქს, ნუ კაი, მოვით უკვე მეგობრებო, პრინციპში დავიწყოთ. პრინციპში პარკური. პრინციპში მეგობრებო, პარკურში მე არო პროფესიონალი, მაგრამ ნუპსაც ვერ ვიტყვი ჯანდაბა. ტაქს, ნუ კაი და როგორ დავბრუნდე? ამ სახლს უნდა მოვუარო. ჯერ კიდევ უბრალოდ კარგად არ ვიცი. ტაქს, ფერმერ ჟეწენიკო, არაფერი არ მკითხო. ცოტა გადმოვარდი, არა უშავს. ტაქს, მოდით მეგობრებო, ისევ ასე, ასე, easy. და ჯანდაბა მეგობრებო, აქ უკვე ტელეფონის ბრალია. ტაქს, კარგია. easy. ტაქს, ახლა აქ easy და გაია ფრთხილად გაია მეგობრებო, მეგობრებო, უკვე მალე პროფესიონალი გავხდები. ტაქს, გაია, ახლა არ ვიტყვი სპეციალურად. მეგობრებო, გავიარე ძლივს. ტაქს, ახლა გამოდის კითხვებზე პასუხი. ტაქს, ფრთხილად უნდა ვიყო. ტაქს, რამდენი ალმასი სჭირდება ალმასის ბლოკს? ტაქს, 7. აქ რა არის? აქ არის 5 და აქ არის 9. მეგობრო, ნუ მე რასაკვირველია ვიცი რომ 9 სჭირდება, აბა მეტი რა 5. ტაქს, ოკეი. როგორ ვეძახით ჩვენს სოფელში ჩვენს გორაკს? ტაქს, მოიცადეთ აბა ვარიანტები. დიდი გორაკი, მარჯვენა მთა და პატარა მთა. ნუ მეგობრო, ნუ ასაკვირველია პატარა მთა. კაი მეგობრო, გეხუმრებით. მარჯვენა მთა. ტაქს, შემდეგ, რომელი იყო პირველი ვიდეო ფერმერ ჟეწენიკთან? ტაქს, მოვით აბა. აი რა ააშენა ამ ფერმერმა ჩემს სახლზე. ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია ჩემს სოფელში. 3 დღე სახლში მინიკრაფტში. ტაქს, სტოპ მეგობრებო. მე პრინციპში კი ვიცი, ეს არა, აი ეს მეგობრებო, ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია ჩემს სოფელში. ეს იყო მეგობრებო პირველი ვიდეო ფერმერ ჟეწენიკთან. ტაქს, შემდეგ რა სტოპ. რომელი იყო პირველი ვიდეო მინიკრაფტში? ჩემს არხში. ტაქს, ჩემს არხზე, ოკეი. ვთამაშობ მინიკრაფტს, დავეხმარე მერს. რა არის მოთავსებული ამ განადგურებულ სახლში, თუ ვის უნდა და ჩემს სახლის აფეთქება. ნუ მეგობრებო, პრინციპში აქ რასაკვირველია ეს easy-ა, ნამდვილად ადვილია. ვთამაშობ მინიკრაფტს, დავეხმარე მერს.
Так, სოკი და ეს ბოლო კითხვაზე პასუხია, так, stop. რომელ რესურსს ჩვენ ვიყენებთ როგორც ხშირ ფულს? Так, ალმასი, ისუმრუდი თუ ოქრო. Так, მეგობრებო, შეხედეთ, ალმასი ეს არის ჩვენი მეორადი ფული, ანუ ალმასი ეს არის ჩვენი მეორადი ფული. შემდეგ ოქრო. ოქრეს სადღაც, არ ვიცი, ოქროს საერთოდ არაფრით არ ვიყენებთ. ისუმრუდი მეგობრებო არის ჩვენი ნამდვილი ფული. დაიმახსოვრეთ თუ რამეა და გავდივარ და გამოდის, так, stop, კიბე. და ამაზე არ უთქვამს ჟიტენკსო, აქ მეგობრებო ჟიტენკების კიდე ათასაობენ, так, stop. რაღაც მეგობრებო არ მომწონს ეს კიბე. რა კიბეა, так, stop, მოეთაბა ახლა ავიდეთ. ეს რა არის? Так, stop, მეგობრებო, ახლა რაღაც აკურატოდ. აი, მეგობრებო, მგონი, აი იქ მგონი ვხედავ პრიზს. და რაღაც მეგობრებო არ მომწონს ეს რა არის? Так, stop, კაი. შიფცე, ფრთხილად. ჯანტავა მეგობრებო, აი ეს გადახილი ხიდი, რომელზეც ამბობდა ფერმერი ჟიტენიკი მეგობრებო, თქვენ აი მართლა ახლა ყველაფერი შემიძლია აი სიტყვას გასდევთ ახლა რომ რეალურ ცხოვრებაში ახლა გული, არ ვიცი, როგორც ვინ ძალიან так, ხშირად, так, მარტონს ასე ვთქვათ, და ბოლო, yes, მეგობრებო, yes, გავიარეთ, так, ვთქვათ, უნდა ხიდი გავიაროთ, მეგობრებო, გავიარეთ და გავიარეთ. ვერ ვიტყვი რომ ადვილი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რთული იყო. მაგრამ მეგობრებო, ეს ბოლო ჩელენჯი მართლა მეგობრებო ძალიან რთული იყო. ეს იცით რა, მე აქ არ მაქვს spawn point-ი, ანუ spawn point-ი არ მაქვს. მე ხა თუ მე დავარდებოდი, სიცოცხლეებს ხომ დავკარგავდი და სოფელში დავრესპაუნდებოდი, ჩემს სოფელში და კიდე 7 საათი უნდა მომეწევდა, მაგრამ ძლივს მეგობრებო გავიარეთ და რასაც შუქრები მეგობრებო, так, stop, ეგრევე ვხედავ, მიდით მეგობრებო, ეს ძალიან მიყვარს, ეს არის ოპეტის ბოთლი, так, მეგობრებო, ისუმრუდები და ალმასები, ეს რა საკრუელია, მაგის გარეშე არ შეიძლება. Так, მეგობრებო, ბარემ ყველაფერი ავიღოთ. ვაშლი, საზამთრო მეგობრებო. საზამთრო. ზამთარია და ზამთარი მეგობრებო, რადგან ზამთარია, საზამთროც მაგიტომ არის მთავარია მეგობრებო. ოქროს ვაშლები, მოით მეგობრებო, ბევრი ვჭამოთ. Так, სტარა არის კიდე საზამთროს თესლები მეგობრებო, როგორც თქვენ იცით უკვე ჩემს ვიდეოების განმავლობაში, საზამთროს თესლი არის ძალიან ძვირი. Так, stop მეგობრებო, მგონი ვიცი რისთვის დამიდო აქ ფერმერმა ჟიტენიკმა ეს წყალი. ნუ მოითაბა მეგობრებო, გავტესტოთ აქ მიდით. ოპა! კაია, მეგობრებო, ცოტა ასე ვთქვათ, ექსტრიმი. მოითაბა ახლა დაუბრუნდით აბა ამ ფერმერ ჟიტენიკს და უთხრათ თუ გავიარეთ მისი ჩელენჯები. პრინციპში მეგობრებო, რა მინდა ვთქვა? ფერმერ ჟიტენიკს ძალიან უყვარს ასეთი ჩელენჯები, სადაც მე მაძლევს ძალიან უყვარს ასეთი ჩელენჯებს, რომ მიკეთებს და მე რო ვივლი და მე კიდე ძალიან მიყვარს რა საჩუქრებსაც მიდევს ეს ფერმერი ჟიტენიკი. Так, ფერმერ ჟიტენიკო, მოგედ მოვედი შენთან და რა მინდა გითხრა. მე უკვე გავიარე მთლიანი შენი ჩელენჯები და რა მინდა გითხრა. ჩელენჯებიც მაგარია, მაგრამ აი საჩუქარი უბრალოდ, საჩუქრებით შენ ასე ვთქვათ არ გამაბუტე თავი. საყო, მე აუცილებლად კიდე მოგიფიქრებ ასეთ ჩელენჯებს, თუ ასე ყვია შენს გაუწევს მოეწონება ეს ვიდეო. აუცილებლად ჟიტენიკო, აუცილებლად ფერმერო მოეწონებათ ეს ვიდეო. კაი მეგობრებო, მე კი ახლა დაგეშოვებით, მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგესწრებს ეს ვიდეო და ლაიქეთ, ახლა კი მეგობრებო დაგეშოვებით, ნახვამდის და მე კიდე წავედი ახლა საზამთრო უნდა ვხედქო.